ჩაწოდება საჯარიმოში ძლიერი ჩაწოდება და ანგარიში გათანაბრდა. თელი კახაჩხეტიანი მეორე თემთო მას უკვე ჯავაძეც საჯარიმოს მისადგომებთან პასი დარტყმა და 1-1 ძალიან კარგი გოლი. ჩაწოდებაზე იქნება აქცენტი გაკეთებული. მით უმეტეს გიუნაშვილი ხარჩილაძე საკმაოდ ანმაღალი და თავით კარგად მოთამაშე მცველები ყავს. ჩაწოდება ჭკვიანური დარტყმა და 1-0. ბურტან ხარებავაც ნახოთ რომელი მათგანი დაარტყამს ხარებავას დარტყმა და შემცირდა ხარებავას ანგარიშზე. კლიაიჩმა ითამაშა ბურთზე თუმცა დავა თავისი გუნდისთვის ხარებავა დაარტყამს აქედან დაარტყა რიკოშეტი და თუმცა ნახოთ აქ ვის შეეხო ბურთი ამ გამეორებას კარგად არ ჩანს. საინტერესო შედეგებს, ამიტომაც აიაკი საინტერესო იერიში აქვს კოლხეთს და გათანაბრდა. აი ასე 1-1 და გვასალია ხდება აი ამ გატანილი. შემდეგ პირანაშვილი ფაღავა ითხოვდა მარჯვნივ ბურთს, მაგრამ არ შეიმჩნია და უკეთესი გადაცემა გააკეთა ხარებავა 1-1-ზე მეკარესთან დაარტყა და კლიაიჩი მეორე ერთობა საქმეში კიდევ ერთი. გიუნაშვილი რა მაგარი პასი გამოვიდა აკაკი გიუნაშვილს ხარებავაზე. კვლავ ნადარაია მის პირისპირ ხარებავას ისრაფაში აქვს მას უპირატესობა. რა კარგი დაფარული პასი მოისრაფიშვილი. აბუაშვილი დაარტყა. გამოყვანა შეუძლია საინტერესო მოთამაშეს გამოყვანა შეუძლია ჩხეტიანს. თუმცა ამ ფორმაციის 11-ულმა 2 გოლი გაუტანა. მოქმედ ჩემპიონს ჩიხრაძის კიდევ ერთი და რუსეთში ერთ-ერთი დაბალი დივიზიონის გუნდში და შემდეგ დაბრუნდა დინამო თბილისში. ამ შემდეგ იყო სამტრედია და შემდეგ 2 მინიმალური სხვაობით მოიგო თელავმა ტატო ჟივიძის ერთადერთი გოლი. თამაშობაში მე-18 წუთი დადგა შეხვედრისა, კვლავ აქტიურობენ კოლხეთის მოთამაშეები. დაურღვეველია უბრალოდ ცენტრალურ ზონაში ლიტვინენკომ აიწია და უკან ჩამოვიდა. მოედანზე ახლა შემოსული ფეხბურთელი შეტევაში და ახლა მესამე დაინიშნა უკვე მეორედ გოლელთა კარში. აბა რა მოხდა ზურაბიანი და იქ ზურაბიანის გუნდში იყო როტაცია სხვადასხვა პოზიციაზე ჩაოლებები რამ არის ხშირი შემთხვევა. აქ საკმაოდ იერიში ჩაწოდება გათამაშებაზე გადავიდნენ ნაფოთელი ფეხბურთელები მარჯვნივ გადაცემა. ზურაბიანი, კარგია ზურაბიანი. ფოთელი ფეხბურთელები ძალიან სწრაფად დაბრუნდნენ მეტოქის ნახევარზე, ისე რომ ბურთს არ შეხებიან გაგრელები. მარცხენა ფრთიდან ხარებავა, კარგი გადაცემა, გვალია და იქ სწრაფად აქ არის სივრცე უკვე გამოჩნდა. ფოთელები უბრალოდ გაგრელები წინ იყვნენ რაღაც გარკვეული ნაწილი შემადგენლობის. როგორც დაიწყეს სასტარტო 11-ული, იქ ბევრი იყო. აქ კიდევ უფრო აბუაშვილი შემოვიდა, მორჩილაძე, ახვლედიანი, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში უშუალოდ მატჩის წინა სასტარტო 11-ულში იქ დიდი იყო დანაკლისი და ტრავმები არ არის კარგი ამბავი გუნდებისთვის. ზურაბიანი ხარებავა აჯარიმოშია კიდევ ერთხელ თხილად უნდა იყვნენ და კიდევ ერთი პენალტი ებენ თუ არა. არა, ბარიოს ფეხი დაუწდა 22 კლიმოვი 25 მეგრელიშვილი 30 ზურაბიანი და 40 ხარებავა. ნახოთ მომენტი გაიტანა, მაგრამ ის რომ უკვე მეტოქე უტევდა მომენტებს ქმნიდა და პენალტი დაინიშნა, ესეც დავისხრივ განგაშის სიგნალი და ზარი თუ არა ყოველ შემთხვევაში გააქტიურების კენ გორის დილას დაპირისპირება. მანამდე შეტევა ფოთის კოლხეთისა. კარგი გადაცემა აბუაშვილი დაარტყა. ვალაშა შერგებაშვილი ბუთით კარგი დატოვება პირესი. ხარებავა ბუთი მოედანშია. აქ ჯარიმა იქნება. უკრაინელ მეკარის და საბოლოო ეპიზოდი განეიტრალდა. ნახოთ ფოთელთა საპასუხო იერიში თუ გამოვა, რაც შეიძლება რომ ახლა ნამდვილად გამოვიდეს ბურთით გიორგი ხარებავა კვლავ ყურადღების ცენტრში. მე-40 ნომერი ნახოთ გაგრძელებას როგორც იპონის საჯარიმოში გააკეთა მწვავე გადაცემა. კოხრეიძე
ისმის ნამდვილად თამაშის. წინ ხარებავა აიქცა ჯარი ფლანგზე წავიდა. ფაღავა პასია გასაკეთებელი გაკეთდა ეს პასი. ხარებავა ჩაწოდების და საჯარო შეძლებს ასოლის არ გაუკეთებია ყოველხაც უფრო აი ამ პოზიციურ გათამაშებაზე ხარებავა ეროვნული ლიგის გათამაშების და ჯერჯერობით უცნობია თუ როდის დაბრუნდება ხარებავა იყო კარგია წერდა მეორე ტაიმი დაიწყო ცვლილებებით ორივე გუნდის შემადგენლობაში და ამ ყველაფერს მოგახსენებთ აი ამ შეტევის დროს აქ წაქცევა და ხისტი შეხვედრის მოლოდინი ჰქონდა, ბევრი ბარათის მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ ჯერჯერობით ბაკურნინუას არც ერთი ფეხბურთელი არ გაუფრთხილებია და კარგი ვარდნაუდიშვილსაც სამაგეროთ ახლა ითამაშეს კარგად ფოთელებმა, ხარებავა დაარტყამს აქედან დაარტყა და ძალიან ფლანგზე ფაღავა მიიღებს ახლა ბურთს. ასაც გააკეთებს ზუს ხარებავა ჩაწოდება აბუაშვილი და ახალაძე შემდეგ ასი შეყილაძეზე ჩაწოდება უნდა იყოს ჩაწოდება დარტყმა და ლიბეროს ფუნქციებს ასრულებს სადღაც ორი ცენტრალური მცველი მის წინ არის მოქმედებს და უფრო სიღრმიდან აზღავს მათ გამოიყენდა შემადგენლობები და ერთი ფეხბურთელის ნაკლებია კი ჯარიმა არ იქნება აქ და გრძელდება ფოთელთა შეტევა ხარებავა იყო კარგი პასიც უშუალო გოლები გაიტანა ეს მელქაძის შეტევა ნახოთ ხარებავას დარტყმა კუპატაძე იგერიებს ის ყველაფერი ახალი ამბავი არ არის ამიტომაც მონატრებული და დავიწყებული წარმატებაა და როცა უკვე ახლახანს ხელშესახები წარმატებაა და იაროსლავ კოტლიაროს რომელიც დღეს თამაშობს და ნოდარ ყალიჩავას წყალტუბოს სამგურალი და ნექვსი გიორგი მაკარიძეს რომელიც მეორე ნახევარში შეუერთდა იბერია 1999-ს თელავის ახალგაზრდა ნაუერის ზუდი გადაცემა იჯავაძის ხელი თამაში არ დააფიქსირეს აქ საჯებმა მელქაძე პასი დარტყმა და ზოიძე შემტევები არიან რომ ნახოთ როგორ იქნება ჩხეტიანის გადაწყვეტილება მანამდე ხარებავა რა კარგად თამაშობს წაიცა ეს ბარად დასრულდა მატჩი თბილისში და დასრულდა ერთი თერმა გამოიტანეს ეს ბურთი მელქაძე კარგი პასია ხარებავა შეიძლება პასის გაკეთება ამ მომენტამდე ყველაზე ცოტა იყო მათ მიერ 9 წუთია დამატებული რა ძალიან დიდი დროა და თუ სწორად ქონდა ისევ იბრძვის გამოიტანეს ბურთი ხარებავა თავის გუნდს მოედანზე ნება 11 ქულა ერთდროულად სამ გუნდს მინიმუმ იქამდე სანამ თავის შეხვედრას ჩაატარებს პრესინგი არ გამოვიდა. კარგი იყო ხარებავა და კარგად ვიცნობ და მრავალი წელია ის საქართველოში თამაშობს მათ შორის თელავონდის სხვა გუნდებში და კარგეს თელაველებმა კიდევ ერთი შეცდომა და აგრძელებს კოლხეთის შეტევას დარტყმა კარიშვა შემდეგ უკან გააკეთა გადაცემა გელაშვილი ქარდავა კარგი იყო ხარებავა ამ ეპიზოდში ფაღავა გორისტინაში პრომეტი ლეგიონერია ვიდრე დასის ტორპედოში ხარებავა რა კარგი შანსი აქვს კოლხეთს ტაიმის მიზულ წაქცევა პენალტი არ ინიშნება გრძელდება შეტევა ხარებავა დახმარება ესაჭიროება ჩაწოდებას ან დარტყმას დარტყმა შეიძლება ამ დისტანციიდან სწორედ დარტყა კარის მიმართულებით და კუწალად პირველ ტაიმში ერთი გოლი მაინც ხარებავას გამორბენი დარტყმა გადარჩა ძალიან სახიფათო გამოვიდა დაბალი ჩაწოდება საჯარიმოში დარტყმა და 1-0 არის თავიანთი გამარჯვება და გორელთა მიერ ამ მატჩის წაგება. ნახოთ რა გამოვა მეორე ტაიმში. ჩაგდება საჯარიმოში ისევ
მოხდა ქარის ტრაექტორიის გათვლაც და რაც გაშვებული იქნა ბურთი ხარებავას მიერ კარში ესაც მოხდა და მარცხენა ფეხით შეუძლია აქიდან არზეც იფიქროს შორეულ ძელთან შეცენა უერი ხარებავა ბურთთან ემზოდება ასაწოდებლად გაძლიერება კონფერენციის გუნდს რა თქმა უნდა მეორე ტაიმი მთლიანად კოლხეთის კარნახით მიმდინარეობს. ჩაწოდება საჯარიმოში დარტყმა კარის მიმართულებით მელქაძე ეგრული კლუბი ამ სეზონში. ხარებავას ჩაწოდება დარტყმა ჩაწოდება საჯარიმოში დარტყმა კარის მიმართულებით აქ კარის მიმართულებით წავიდა დარტყმა არ შედგა ბრძოლა იყო ხარებავას ჩაწოდება მაკარიძე ჩააწვდის და დავალება აქვს რომ რაც შეიძლება შორს ჩააწოდოს მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა დარტყმა გოლი არ გავიდა